გამარჯობა მოგესალმოთ ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე ძვირფასო ტელემაყურებლებო. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. რა თქმა უნდა ვიწყებ სოლიდარობით და სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად CDC-ის ყველა პატიმარს თავისუფლებას უსურვებ ყველას. 2 დღის წინ საპატიმრო დატოვა ბიზნესმენმა გიორგი ბაჩიაშვილმა. მინდა მასაც მიულოცო გათავისუფლება, როგორც ირკვევა ბაჩიაშვილი გაათავისუფლეს ბიტკოინების სანაცვლოდ თან 18 თებერვალს ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს. ესე იგი, როგორც გავიგე, სახელმწიფოს უნდა და რაღაცა გრანდიოზული საჩუქრის გაკეთება ბიძინასთვის. ბევრი იფიქრეს, რა ეჩუქებინათ, და ბოლოს ბაჩიაშვილის ბიტკოინებით გაუხარეს ის სათუთი გული. ხო გვიმტკიცებდნენ ოცნების წევრები, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ფული არ არის მთავარი. მას სხვა ღირებულებები აქვსო. ხო და ბაჩიაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმიდან ყველა საქმის წარმოება შეჩერდა მას შემდეგ, რაც გიორგი ბაჩიაშვილმა ის თანხა გადაიხადა, რასაც ბიძინა მას თხოვდა, რისი დამტკიცებაც გვინდოდა ძვირფასო ტელემაყურებლებო. ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღესაც მინდა გამოვეხმაურო, ბიძინა ივანიშვილმა თავისი ცხოვრების ნახევარი გალია, იგი 70 წლის გახდა. ფაქტიურად ცხოვრება წინ აქვს ძვირფასო მეგობრებო, თავის გეგმების გათვალისწინებით ფაქტიურად ბალზაკის ასაკში შედის. ბალზაკის ასაკი მართალია 40 წლიდან იწყება ნორმალურ ადამიანებში და ბიძინას შემთხვევაში ალბათ 10 წლის შემდეგ და 80 წლიდან უკვე იწყება მის ასაკში. ხო, 120 წლის რომ გახდება, მე ეხლა ცოტა ჯანმრთელობასაც უნდა მიხედოს, იმიტომ რომ მაგისთვის ეხლა 120 წლიდან იწყება უკვე გულსიზღ ზარხვთა დაავადებები და 1000 ყურადღება მისაქცევი პრობლემა. რამდენიმე დღის წინ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარდგა ოცნების პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. ძირითადად სტანდარტული გამოსვლა იყო, სტანდარტული ფრაზებით, მაგრამ ერთი განცხადება იყო შოკის მომგვრელი. მოდით ვნახოთ რა თქვა მან. ეს ჭარბწონიანობა არის შედეგი, რომელიც წინამავნე ხელისუფლებამ მოიტანა. ნაცებმა დაგვასუქეს იმ საზიზღრებმა იმათმა. თქვენ არიცით ხალხო 2003 წლამდე რა ბიჭი ვიყავი. რა ბიჭი გიждდებოდნენ მანდილოსნები ჩემზე, მაგრამ მერე მოეთრნენ ესენი. გვატენეს ეს ხიმიანი საჭმელი და ზოგადად ეხლა ახალ თაობას მინდა უთხრა, რომ ღიპი როგორც ასეთი 2003 წლამდე არ არსებობდა საერთოდ. არავინ არ იცოდა რა დაიდი იყო. მერე გაჩნდა, მერე. მანამდე ყველა კაცი იყო შოლტივით და ლერწამივით წვრილი და ლამაზი. მერე მიშამ სპეციალურად დააკნინა და დაგვაჯა, რომ ხოლო თვითონ ყოფილიყო ლამაზი. ეგ მიზანი ქონდა. აბა რა ქონდა სხვა მიზანი. აი ხო ყველაფერი მოსმენილი მაქვს ამ ნაცებს, მაგრამ ხალხის გასუქებას თუ ნაცების ბრალი იყო, ეგ მართლა არ მეგონა ძვირფასო მეგობრებო. მალე სიმელოტეც ნაცების ბრალი იქნება, ხოლო დაბალი მელოტი და სუქანს ამას უკვე ნაცების წამების მსხვერპლს დაარქმევენ. იტყვიან აი რას დაამსგავსეს ნაცებმა, რომ ესე გამოიყურება ეს უბედური ესავეს. ესე იტყვი. ყაველაშვილის ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ გაუგებარია ყაველაშვილი წინა ხელისუფლებას აქებს თუ აკრიტიკებს. ერთი რამ კი ცხადია, აი თურმე რატომ გასამაგდა პროდუქტების ფასები 2012 წლის შემდეგ და რატომ დატოვეს ქოცემა ხალხის უპის ამარა. რომ არ გავსუქდეთ ხალხო. ჩვენს ვიზუალურ ფორმაზე ზრუნავენ. გაიხსენეთ სააკაშვილის სიტყვები, გაიხსენეთ კარგად სააკაშვილის სიტყვები. არანაირი დიეტური საჭმელი, ნულოვანი ტოლერანტობა ყველა გამხდარს. ყველანი ცხიმებში, ეს ფრაზა. საშინელი ფრაზა, რაც ეხლა ეს ჩამჭა ყურში. უახლოეს ისტორიას რომ გადავხედოთ, ასეთი შეფასება შეიძლება გაკეთდეს
გამსახურდიას ხელისუფლება მოგვიტანა დამოუკიდებლობა, შევარდნაძის ხელისუფლება მოგვიტანა ჯანსაღი ცხოვრების წესი, ხან პურის რიგში ვიდექით, ხან ნავთის, ხან ყაჩაღი შემოგვივარდებოდა და გვაუთოვებდა. მერე მოვიდა სააკაშვილი და ეს ჯანსაღი აქტივობები აკრძალა. არც პურის რიგი იყო, არც ნავთის, არც არავინ გაუთოვებდა და ხალხი მოდუნდა და გასუქდა. ხო და მადლობა ღმერთს, ახლა მოვიდა ეს ღვთისმიერი ქოცების ხელისუფლება და მალე ყველას დაგვაყენებს ივანიშვილის ტანზე, ძვირფასო მეგობრებო. ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ რამდენიმე დეპუტატი შეეცადა პარლამენტში შეექმნა საქმიანი გარემო, ხო არის ეს რომ საქმიანი გარემო რო უნდათ რომ შექმნან. ყველასგან გამორჩეული იყო ოცნების ყოფილი და აც უკვე ევროპული სოციალისტების დეპუტატი, სკეიტბორდის ფედერაციის პრეზიდენტი, არც მეტი არც ნაკლები ვლადიმერ ბოჟაძე. ეს შეგახსენეთ, რომ სკეიტბორდის ფედერაციის პრეზიდენტია აბსოლუტურად სხვადასხვა სფეროების დამაკავშირებელი ადამიანი. ნახოთ მისი მიმართვა. საქართველოს პრეზიდენტს, როგორც მრავალშვილიან მამას, მინდა ვთხოვო განსაკუთრებულად პირადად ჩაერთოს დემოგრაფიის პროცესში. რას თხოვს ყაველაშვილს ვერ მივხვდი. ანუ რა უნდა ქნას ყაველაშვილი? ანუ უნდა გამოვარდეს ქუჩაში და ქალბატონებს დაერიოს თუ რა უნდა ქნას? აი ამ ერთმა კაცმა მე არ მესმის. აი რა დემოგრაფიულ პრობლემას უნდა შეეჭიდოს, მაგრამ რა ქნას? მაგრამ რო დაფიქრდე ახლა ყველას თუ ყაველაშვილისგან ეყოლება, ხო ახლა ესე იგი. კაი ჰაბიტუსის ბავშვები იქნებიან და ერი უფრო გალამაზდება, მე ასე ვფიქრობ. მესმის რომ პრეზიდენტი ცოტა გადაიღლება, მაგრამ ქვეყნის სამსახურში თუ ხარ, უნდა დაიღალო კიდეც. მიშა, უნდა დაიღალო კიდეც. ძალიან გთხოვთ რომ ყაველაშვილს ეს განცხადება გაუშიფროთ და უთხრათ რომ ბოჟაძემ პროცესში ჩართვაში კონკრეტული რეფორმის გატარება იგულისხმა და არა ის რასაც თავად ამბობს, ანუ პირდაპირ მნიშვნელობით არ გაიგოს. მიხვდით? ყაველაშვილმა, ნუ იმიტომ რომ არ დაგვერიოს ისედაც დასტრესილ მოსახლეობას, არ გაიგოს პირდაპირ, მე მაინც ცოდო ვართ ხალხი. ლადო ბოჟაძეს მინდა მივმართო. ლადო ეხლა კარგი ეხლა რა, მიხეილს ხა დატვირთვა აკლია კაცო. ადამიანს ისედაც როგორი მნიშვნელოვანი მისია აქვს ჩაბარებული ზის ტელეფონთან და ტრამპის ზარს ელოდება. რო დაიწყოს ახლა დემოგრაფიის პრობლემის გადაჭრა და ამ პროცესში ტრამპმა დარეკოს. უხერხული არ იქნება? დაფიქრდით ცოტა კაცო. თავისი მისია აქვს მაგ კაცს. ყაველაშვილის მისია რაც აქვს ეს არის ტრამპის ზარს უნდა უპასუხოს. ეგ არის მთელი ამბავი აქ. რატოს დემოგრაფია? პარლამენტში ბოლო დროს დაჩქარებული წესით იღებენ ახალ რეპრესიულ კანონებს. ერთ-ერთი ასეთი კანონი მაგალითად არის ქართული ოცნების აღიარების შესახებ. მოდით ნახოთ რას და ვის შეეხება ეს კანონი. ოცნების ინიციატივით ხელისუფლების სისტემურად არ აღიარება 3 წლამდე პატიმრობით დაიჯება. ანუ 3 წელი ჩაქსვავენ იმაზე, რომ ეს მთავრობა არ მოგწოს. ან თვლი რომ ხალხის მიერ არაა არჩეული. უკვე ყველაფერზე იჭერენ. მალე შეიძლება დაჯღანული ხალხის დაიჭირონ. იმიტომ რომ ჩათვლია რომ ეს ხალხი ამ მთავრობით უკმაყოფილოა და ამიტომაც აქვთ ესეთი გამომეტყველება, ესეთი დაჯღანული სახე, იფიქრებენ არ მოვწონო ვარ და რა ვიცი ხარ, ხო შეიძლება ესენიც დავიჭიროთ. დაჯღანული ხალხით ან ცოტა კი არ არის კაცო. კარგად რომ დავაკვირდეთ, ეს კანონი ყველაზე უკეთ მოერგება ქალბატონ სალომე ზღვრაბიშვილს, ის არ აღიარებს მთავრობას და განსაკუთრებით პრეზიდენტის ლეგიტიმაციას, ხო და შეიძლება სალომე დაიჭირონ. მოკლედ მე-6-ეს არ აღიარების გამო მე-5-ე შეიძლება მე-3-ეს მიუსვან გვერდით. როგორც ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ დაგვიანონსა, პარლამენტში შეიძლება განიხილონ კანონი ავტომობილების წლოვანებასთან დაკავშირებით. ინიციატივა ასეთი შინაარსისაა, შეიძლება აიკრძალოს 7 წელზე ზემოთ წლოვანების ავტომობილების შემოყვანა ქვეყანაში. ნახოთ ჩალვა პაპუაშვილმა როგორ დაუჭირა მხარი კობახიძეს. არაფერი არის იმაზე ძვირფასი ვიდრე ადამიანის ჯანმრთელობა. საკმარისია შემაღლებულ ადგილზე შედგე და გადმოხედო თბილის და ყველა მიხვდება სად არის პრობლემა ძველ მანქანებში. ცოტა ხანში არ გამოურიცხავ ყველას ვისაც 500 ლარზე ნაკლები აქვს შემოსავალი, იმათ პირდაპირ გადასახლება მიუსაჯონ. იმიტომ რომ შემაღლებულ ადგილზე რომ დგახარ და გადმოხედავ ამ ღარიბებს, რაღაცნაირად უარყოფითი ენერგია მოდის.
ენერგეტიკა მოდის ძალიან უარყოფითი და ამიტომ ესეც არ არის კარგი. საერთოდ საკუთარ განმოსახედიდან უყურებენ ამ ავტომობილების ამბავსაც, ანუ თვითონ რისი ყიდვის საშუალებაც აქვს, მოსახლეობასაც მაგას თავაზობენ. იმიტომ რომ აშკარად მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას ეხლა როგორც მე ვიცი, ხო 2020 წლამდე წლიანი მანქანის ყიდვის საშუალება აქვს 20 წლის ზემოთ. მართლა აქვს ეხლა ხალხს. მე თუ ვკითხავ ხრუშჩოვკა ბინების გაყიდვაც უნდა აიკრძალოს, იმიტომ რომ ძველია და ეხლა იცხოვროს ხალხმა ახლად აშენებულ პენტჰაუსებში რა აუცილებელია ხრუშჩოვკა იყიდოს. არაფერი უჭით, არაფერი. ერთი სიტყვით მანქანის ყიდვა თუ გინდა, თავრობა გაიძულებს რომ იყოს შეძლებული და მართალიცაა. ერთხელ მოდიხარ აქ ამ ქვეყანაზე და იყავი რა მდიდარი შეკაი ადამიანი. აუცილებლად უნდა შევღო ერთ სკანდალურ თემას, რამდენიმე დღის წინ ისლამური რევოლუციის წლის თავზე თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში გაანათეს. ასევე ირანის საელჩოში მთავრობის წევრები დაესწრნენ ღონისძიებას, სადაც ელჩმა აღნიშნა, რომ როგორი სიმბოლურია, რომ 410 წლის წინ ქართველების პირველი ჯგუფი ჩავიდა ირანში. მოკლედ ირანის მხრიდან რომ შემოტევები იყო, რამდენჯერმე დაგვარბიეს, აგვაწიოკეს, ამოგჟლიტეს, მოსახლეობა გადაასახლეს და ესენი საელჩოში ბოკლებით ხელში დადიოდნენ და აღნიშნავდნენ თარიღს, როდესაც კახეთიდან პირველი ჯგუფი ჩავიდა ირანში. ხო, ტურისტების ჯგუფი ჩავიდა. ესე მოეწონათ იქაურობა და დარჩნენ. აი ესეთია ქოცების ისტორიის წიგნი ძვირფასო მეგობრებო. თურმე როგორი ყოფილა იცით? შაჰ-აბასის დროს ამდენი ქართველი სპარსეთში როგორც ტურისტი ისე ჩავიდა და თან პარალელურად შაჰ-აბასს ჰქონია დასაქმების პროგრამა. და მაგ პროგრამის ფარგლებში წავიდა 100,000-ობით ქართველი და აი ამ ირანის ამხელა სიკეთის საპატივსაცემლოდ გაანათეს ანძა ირანის ფერებში. მალე ვიზეიმებთ აღამ აჰმად ხანმა რომ თბილისში არქიტექტურა შეცვალა იმ დღეს. ჩვენთვის დაანგრია, მაგრამ ზედმეტი შენობები მოგვაშორა. ირანისთვის ეს იყო არქიტექტურული გადახალისება. მოდი ესე ვთქვათ, აღამ აჰმად ხანისთვის. ირანის მთავრობასთან თბილი ურთიერთობის ფონზე ვნახოთ როგორი დამოკიდებულება აქვს ქართული ოცნების წევრს დასავლეთის მიმართ. ვნახოთ ჩვენი უდაბნოს არწივის ირაკლი ზარქუას ფრაზა. პედოფილებით სავსეა მთელი ევრობიუროკრატია. ესე იგი ადრე უბრალოდ შეურაცხყოფებს აყენებდნენ. ახლა ევროპარლამენტარებს პირდაპირ პედოფილებს ეძახიან. იცით რატო? იმიტომ რომ ზარქუა მიცის რაც ხდება ევროპაში. თქვენ ეთყობა არ იცით რა ჯოჯოხეთი გამოიარა მან მონაკოში. რა ჯოჯოხეთი გამოიარა. კიდევ კარგი ვიღაცამ გადაუღო და გაავრცელა ვიდეო, თორე კაცმა არ იცის რამხელა ცოდვის მორევში აღმოჩნდებოდა წამებში მიხვდა. წამებში მიხვდა, მოტვინა ეგრე და აქ რაღაცა ნიტუაო და გამოტრიალდა და წამოვიდა. ისოდე არ მოგასვენებ ჩვენო ქალთა გულების დამანგრეველო. ისე ამდენი ხანი რომ არ ჩანდა ზარქუა, სად იყო ნეტა აქამდე, სად იყო ეთყობა, იმიჯი დაასვენა, ცოტა ხალხს მივავიწყდეო, მაგრამ რანაირად გინდა ადამიანმა დაივიწყო მონაკო, ის მოთენთილი ხელი და ვნებებით ახსავსე შლეგი თვალები. სურო ჩემი ვინაობა დამავიწყდე, შენ არ დამავიწყდები, შენ იცოდე. ამბროლაურის მერის განსაცდელს უნდა გამოგატანოს. დასავლეთს მორიგი დარტყმა მიაყენა პროპაგანდისტულმა და 1000 ლარად გაყიდულმა ტელეკომპანია იმედმა. ნახოთ ძვირფასო მეგობრებო, მორიგი თავზარდამცემი ინფორმაცია ევროპიდან რა ხდება ევროპაში, კერძოდ კი დიდ ბრიტანეთში, წინა გადაცემაში გერმანიაზე გელაპარაკებით, ეხლა გადავედით უკვე დიდ ბრიტანეთს. მოვისმინოთ ინფორმაცია. ლეიბორისტული პარტია, ბრიტანეთში არის ლეიბორისტული პარტია, როგორც აქაური არ გეგონოთ, ლეიბორისტული პარტია ტრანსგენდერ ბავშვებს დაწყებითი სკოლის კარს უხსნის. მთავრობა 4 წლის ბავშვებს სქესის შეცვლის ნებას რთავს. მე რამდენი რამე მაქვს, ახლა ნელ-ნელა გაწვით, ეს ხო გაიგეთ ახლა ესა. ჩემები გიდათ, გაინტერესებთ, გითხრათ ჩემები რა ხდება. მე გავიგე რომ თურმე ევროპაში 4 წლის ბავშვი გადააკეთეს ქალად. 5-ის რო გახდა, გადააკეთეს ისევ კაცად.
მე 6-ის რომ გახდა ისევ ქალად გადაკეთდა 1-2 წელი ესე იყო მე 8 წლის რო გახდა ბავშვმა ისევ კაცად მინდა ყოფნაო და გადააკეთეს ისევ კაცად და მე მშობლები რო დაიღალნენ ბავშვს ორივე სქესი დაუტოვეს რაც გიდა შვილო ის ქენიო დაგვანებე ჩვენ თავიო და ახლა ეს ბავშვი გაიზარდა და 2 შვილის დედმამა არის აი ესეთი სიგიჟე ხალხო ესეთი სიგიჟე მალე იმედი ასეთ ინფორმაციას გაავრცელებს ევროპის ერთ-ერთ ქალაქში დედის მუცელში ემბრიონმა რამდენჯერმე შეიცვალა სქესი 9 თვის შემდეგ განაცხადა რომ გარეთ არ გამოვიდოდა და ბოლოს გამოსვლის სანაცვლოდ დედას რომელიც უკვე მამად იყო გადაკეთებული საკუთარი სქესის გადასაკეთებელი ფული გამოძალა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა მოკლედ მეგობრებო ასე გაგრძელება აღარ შეიძლება ასეთი საგარეო პოლიტიკით მთავრობა დაღუპავს ქვეყანას მაგრამ მე იმედიანად ვარ ხო და მინდა მონოლოგის ბოლოს თქვენს გაცნობოთ იმედიანი ინფორმაცია ოპოზიციიდან ძვირფასო ტელემაყურებლებო ნახოთ დროას ერთ-ერთი ლიდერის გიგა ლემონჯავას განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა რაც მე იმედი ჩამისახა მოდით ნახოთ 2 თვეა შეიძლება მეტი მუშაობთ გარკვეულ დოკუმენტზე რომლის გარშემოც უნდა შეიქმნას პოლიტიკური ერთიანობა 2 თვეა მუშაობენ დოკუმენტზე ხალხო რომლის გარშემოც უნდა შეიქმნას პოლიტიკური ერთიანობა ანუ იმ დოკუმენტში ეწერება რის გარშემო უნდა გაერთიანდნენ ხვდებით მეც არა ვთქვი ოპოზიცია რატო არ ერთიანდება თქო თურმე დოკუმენტს ელოდებიან ხალხო აი დოკუმენტი რო დაიდება მერე საწავლენ უკვე სხვა გზა აღარ ექნებათ ამათ всё ოპოზიციის გაერთიანების პრობლემა მოგვარებულია ძვირფასო მეგობრებო ეხლა იქნებ დაიწყოთ იმ დოკუმენტზე მუშაობა სადაც ეწერება მთავრობის გასტუმრების თეზისები მაგრამ ეცადეთ ეგ დოკუმენტი 5-6 წელზე მეთხას არ გაწელოთ იმიტომ ცოტა ვრცელი ამბავია და იმიტომ რომ არ უნდა გაიწელოს ეს ამბავი იმიტომ რომ როგორც თავისუფლების მოედანი გვეუბნება მოსახლეობაში გაჩნდა საყოველთაო კონსენსუსი რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება ამიტომ მთავრობის გასტუმრების დოკუმენტი სასწრაფოდ გჭირდება ძვირფასო მეგობრებო ესე იგი რო შევაჯამოთ მალე იქნება ოპოზიციის გაერთიანების დოკუმენტი მაგასთან მოხვება ხელისუფლების გასტუმრების დოკუმენტი უკვე თეზისებად გარდამავალი გეგმა უკვე გვაქვს ანუ სანამ ახალი მთავრობას ავირჩეთ ეგაა გარდამავალი გეგმა და თავისუფლების მოედანმა გვითხრა უკვე ხელისუფლება რო ცუდია მაგის პეტიციები გვაქვს ასევე გვაქვს მანიფესტები უამრავი და კიდევ გვაქვს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმები ძვირფასო მეგობრებო ქართული ოცნება რომც არ წავიდეს დოკუმენტების ძებძვა გვაქვს აქეთ ძვირფასო მეგობრებო თან ისეთი დოკუმენტების რომ აი ქვას რო ხეთქავს არ წავლენ ქოსები ამ დოკუმენტებს რას უზავენ აი რას უზავენ აი ამ დოკუმენტებს აი სახეზე რო ავაფარებთ ხო მაინც არ შეისმენენ მაშინ მთავრობას უნდა გავაგებინოთ რომ ჩვენს ოპოზიციას კიდევ 3-ჯერ მეტი დოკუმენტის შექმნის პოტენციალი აქვს სანამ გვიანი არაა ოცნება გონს უნდა მოეგოს თუ მაინც თავისი გაიტანეს ოცნება ხო მაშინ იყვნენ ესე კი ბატონო იყვნენ კი ბატონო ნახავ ერთი სადამდე გაკაჭავენ ნახავ ვაიმე ისე მომწონს ეს დემოკრატიული ჩარჩოებიდან რო არ გამოვდივართ ისე მომწონს აი მეტი რო არ შეიძლება რა არანაირი გადაცდომა ყველა ნაბიჯი გათვლილი ყველა პროტესტი ევროსტანდარტებში ჩასმული ვაიმე ისე მიხარია რომ მაგათ არ ვემსგავსებით ისე მიხარია რომ მეტი რო არ შეიძლება რა მადლობა ღმერთო რომ მაგათნაირი ველურები არა ვართ დიდი მადლობა ღმერთო აი ამის თქმა მინდოდა ძვირფასო მეგობრებო ეს იყო ჩემი მონოლოგი და იმედია სულ მალე ჩემს შოუს გააფორმებს მუსიკალური ბენდი თამარ ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით მადლობთ
გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi. 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.